დილამშვიდობისა მეგობრებო. დღეს არის 20 თებერვალი და ეხლა არის 11 წაკლია 10 წუთი. მოკლედ გუშინ პატარა ლაივი მინდოდა და დამედო საინფორმაციო და დავდე ჩემი საზრით მეგონა და მე საღამოს რო შევედი მეგობრები წერილები იყო დამხვდა ძალიან ბევრი ჩემი მეგობრებისა კეთილმსურველებისა რომ წუხდნენ ბატონო დავით რამე ხوار ჭირთ რაღაცა და ასე შემდეგ და ხომშვიდობა არის და რა ბევრს ვერ უპასუხე და ამიტომ ეხლა ასე ვთქვათ ვცდილობ მოგასწინოთ ხმა. ესე იგი, 4 დღეა უკვე დეაჩემი კიდე სულად არის, იქით მამა ჩემი ხო იყო ისა და მე ხა დეაჩემი სამწყობში დავაწვინეთ რა. და მე კიდე უძინარი ისინი მაღამეები. ეს გაუპასავი ვარ მაბატი და იმის თქვა მინდოდა რომ ესე იგი ვერ მოვახერხე ისევ და ისევ იმ რუბრიკის გაგრძელება, ამერიკა დამასდა 2 ნაწილი ნახევ და დანარჩენი ნაწილი ვერ იმასავ. იმიტომ რომ გუშინ ლაივში რო ვიწერდი ბოლოს გამეთიშა ასე ვთქვათ ინტერნეტის რაღაც ალბათ იქ სამყუროში არ იჭერდა კარგად თუ რა იყო ან დაიბლოკა და მეგონა რომ მოვასწარე ყველაფრის თქმა და იქ ზოგადად 2 თუ 3 სიტყვაში გათიშულა ინტერნეტი და არ ვიცოდი და ამიტომ გამოიწვია პანიკა. მადლობა ყურადღებისათვის ყველას, მადლობა რომ წუხართ. მაგრამ მე კიდე უფრო მეტად ვწუხარ, ვინაიდან ინფორმაცია რაც მაქვს, იმას ვერ გაწოდებთ დროულად. მოკლედ, მე ხა ძალიან მოკლედ მინდა რაღაცა მონახაზი მაინც გავაკეთო, სანამ სახლამდე მივალ. მე ხა აქტუალური არის საკითხი ამ იმის ამერიკის და რუსეთის მოლაპარაკების და ზელენსკის, უკრაინის ამბავი რა. ხალხო როგორ არის ხა საქმე? ვინ ეკითხება საერთოდ უკრაინას? ანუ ზელენსკის ვინ ეკითხება? ან ომის დაწყებას ვინ ეკითხებოდა და ან დამთავრებას ვინ ეკითხება? ვინ მოგკითხავს? ვინ ჩემ მე-13 გოჭია? საერთოდ ვინ რას წარმოადგენს ზელენსკი? ტიპი რომელიც შესვეს ასე ვთქვათ ჰეროინზე ტიპი რომელსაც აყუთი გააკეთებიეს, თვალები დაახუჭიეს იმისას რომ ქვეყანა გაეყიდათ მარცხნივ და მარჯვნივ. ვინ კითხავს ზელენსკის უკრაინა სად როგორ გაიყოფა, რანაირად დაიყოფა? ვინ არის საერთოდ ვინ? ეხლა ზოგიერთი შეიძლება მისმენს და იტყვის რომ რაფერო კაცო ზელენსკის ხო არ დაუწყია? არა, აბა ბებია ჩემი, იყო 2014-ში რომ დაუწყო ომი რუსეთს. მაგი ვინ იყო? მაგი თვითონ არ იცით ახლა ხო? 8 წელი რომ დონბასი და ლუგანსკის ტერიტორიაზე ეომებოდა ანუ უჩხიკინებდა რუსეთს რომ აეგდო და ესეც დავალება იყო იმის რა ქვია ომის პარტიისა იქიდან. და მე 8 წელიწად ითვინეს რუსებმა ითვინეს და ბოლო ამოვიდა დღესი და თქვენი დედაც ვადირო და დაუწყო ეგ რაც იყო ის. მაგრამ ხალხს ქართველებს ანახეს მხოლოდ ის რომ დაიწყო პუტინმა. თორა 8 წელს უკან რომ დაიწყო, იმან ის არაფერი არ იყო თვითონ ზელენსკიმ რომ დაიწყო ომი. გამიგეთ. ეხლა რა ძალიან მოკლედ გეუბნებით, იმიტომ რომ ბევრია სასაუბრო, მაგრამ ესე იგი ეხლა როგორ სიტუაცია? ტრამპმა ისროლა წინადადება რომ აი მე იმის გამო რომ ამერიკამ დახარჯა ფული დაიღო ბევრი ხარჯი, აი ამიტომ ხა მე ომს ვერ გაგიგზელებ, იმიტომ რომ ვერ მოგცემ კიდევ დამატებით თანხებს ბიზიკო. ჯერ ერთი და მეორეთი და ხა მჭირდება იმის სანაცვლოდ რა. იმის სანაცვლოდ მჭირდება მიწა წყალი და ყველაფერი. ეხლა ეს ასე აშკარად რო თქვა ტრამპმა, ესო ჩუმად ყოფილიყო, ეს ყველაფერი დაალაგდებოდა. მაგრამ აშკარად თქვა, ხმამაღლა თქვა ტრამპმა, გესმით? იმიტომ რომ ჩუმად ზელენსკი უკვე შარშან მიყიდა პოლონეთს რამდენიმე ის რა ქვია მიწაწყალი ახლა ზუსტად არ მახსოვს, ამიტომ არ მინდა რომ წამოსვლეს პოლონეთს მიყიდა იარაღის სანაცვლოდ. ეს მოხდა შარშან. სადღაც მარტი-აპრილის თვეში.
მაგრამ ჩუმად გაკეთდა ეს. მაგრამ ვინაიდან ხმამაღლა თქვა ეს ტრამპმა, ეხა უკვე ეხა აშკარად ასე ხო ვერ გააკეთეს ვითომ. გესმით? და ზელენსკმა ჩართო თვით გადარჩენის რეჟიმი. მეტი სხვა გზა რა, ეხა რუსეთი ხო გასაგები რუსეთისგან დაბლოკილია ამერიკისგან დაიბლოკა უკვე გაგანია ცეცხლია მათ შორის და ერთადერთი დარჩა ეხა ეს ევროპა და ამ ევროპის ხარჯზე ეხა თურმე ტრამპი არის სულელი, აი ჩვენი დეგენერატი ისინი რო არიან ნაცურად მოაზროვნები, ხო იცი? რა კაცო ვის იყო რომელს იყო რო უსმენდი და რა მიბოდიალა, ესე იგი ტრამპსო ყავს ისეთი გარემოცო, რომ ინფორმაციას არ აწოდებენ. თურმე რა ხდება უკრაინაში და რუსეთშიო, და მაგათ რა ეშველება ამათ რა. ხო, და ევროპა კიდე რა არის ხა? ევროპას კიდე უგანა ამერიკამ, იმიტომ რომ ამერიკას არც ხალია, ხო გეუბნებოდი აი ამერიკა პირველ დამარცხდა მეთქი პირველ ნაწილში რომ ვამბობდი რომ დაღუპულია თქო, ხო, აგერ ილონ მასკმა გუშინ წინ გამოაცხადა რომ პრაქტიკულად ჩვენ ინფლაციაში ვართ, აი კოლაფსი გვაქვს რა ყველანაირად. გამიგეთ, ამიტომ ფულები უნდა რასაც იქით ყოლდა დაბანდებული, ახლა ის ფულები აქეთ უნდა მორჩა გადავკეთოთ რა გზები, იმიტომ რომ ვიღუპებითო ხალხო. აი იმის პიცი რასაც მე ვამბობ, თუმცა ტრამპის დადგამი რო იყო პირველი პრეზიდენტობის დროს ის ხომ განახედა, ეხლა ამან ბეჭედი დაარტყა. ევროპა კიდე რჩება აფსაიდში, იმიტომ რომ ევროპასაც უგანა ამერიკა, იმიტომ ევროპაშიც ბევრი თანხები იხარჯებოდა, კაცო, ეგრე სად არის? გამიგეთ? და ეხლა როგორ არის? ნახეთ, ევროპა ამხელა კოალიცია, რომელიც ეკისპებოდა დოლარს და რომელსაც ტექნიკურად ამერიკა ცდილობდა რომ მის დაკნინებას ეხლა უკვე აშკარად ხელი აიღეს და ევროპა რჩება აი ცარიელი, ანუ რჩება უკოლგოდ. გესმით? არ დაიჯეროთ ხალხო, ყველას აქვს კოლგა, ყველა ქვეყანას დედამიწას და ყოველთვის ასე იქნება. არ დაიჯეროთ, კიდევ ვამბობ მე რამდენად, რომ აი თავისუფალი და რაღაცა და არ არსებობს დედამიწაზე დამოუკიდებელი სახელმწიფო და არც იარსებებს სანამ დედამიწას სული ვედგინებაა პირში. გესმით? კი, გაცილებით შეიძლება თავისუფლება რაღაც, იმიტომ რომ შენ რაღაც ისინი უფლებები რო დაიცვა, ამას ქვია თავისუფლება გარკვეული პროცენტით. გამიგეთ? მაგრამ როდესაც მიდის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, შენ თუ პატარა ქვეყანა ხარ და შენ თუ კოლგა არ აქვს დიდისაგან გამორიცხულია, შენ ყოველთვის გექნება ომი და სისხლი და ერთი ამბავი და შიმშილი და ის. გესმით? ამიტომ ევროპა ახლა ფაქტიურად შეება უკოლგა ამერიკის გარეშე. ავტომატურად ახლა როგორ მოხდება, იცი? თუ ერთი არა, მაშინ მეორე. ავტომატურად ეს მაშინ სულ დიდი 2029 წლამდე 2029 წლის ჩათვლით რუსეთი გახდება ევროპის კოლგა. გამიჯერეთ, ეს ასე იქნება. უკვე ეხლა მე გეუბნებით უკვე სადღაც 10 დღის უკანდელ ამბავს, თუ არ ვცდები, პლუს მინუს 2-3 დღე არ აქვს მნიშვნელობა. ლიტვამ და ლატვიამ უკვე განაცხადეს ძველი კავშირების აღდგენა რუსეთთან. და ესტონეთი კიდე სტარტზეა. მაგრამ ეს როგორმა ხალხმა განაცხადა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც აშკარა, ესე იგი, მტერი იყო რუსეთისა. აი ეს უცებ მობრუნდნენ და ისე დაიწყეს ძველი კავშირების აღდგენა. ესტონეთი კიდე მე რყავს, მაგრამ საწავა ახლა ლიტვას ლატვიაზე ესტონეთი ჩაერთვება რა თქმა უნდა. გესმით? და აი ამ დროს ჩვენ კიდე თითქოს აფსაიდში, მაგრამ ჩვენ აფსაიდში არ ვართ. რომს გვინდოდაც ვერც მოხდები. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისეთ სერიოზულად, ისეთ გეოპოლიტიკურ ზონაში ყოველთვის ვიყავით რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სიმშვიდე იყო, მაშინ არავინ არ გვეხებოდა. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ვიყავით რუსეთის კოლგის ქვეშ ოფიციალურად.
ოფიციალურად. სანამ ეს იყო, მაშინ სიმშვიდე გქონდა 72 წელიწად. ხო ასია მეგობრებო. მე კიდე გეუბნები, ფაქტებით ვსაუბრობ. ვიღაცას გულის პრანჭვები აქვს, ვიღაცას ტვინში შარიკები აქვს, მაგით ნაკლებად მაინტერესებს. მე გეუბნები ფაქტებს. გამიგეთ? უნდა ვისაუბროთ ფაქტობრივად საუბარი. თუ ფაქტების შეჯერება არ ვიცით ჩვენ, თუ მათი შეკოწიწება და გაანალიზება არ ვერ შეგვიძლია, მაშინ ეს არის ავადმყოფური, აი რაღაც მანიაკალური ისა, რომ ვინც გიშყიკინა, რომ აი მიდი და იმას უყეფე, კარგად და მე ამ ყეფით მე დედა როგეთი რა ეს ისევ და ისევ ომის პარტიის გეგმა იყო და აი ხედავთ მე სამ და მოვიდეთ. მაგრამ ჩვენ აი ამ ჭრილში, აი ამ გეოპოლიტიკურ ჭრილში და აი ამ დროის მონაკვეთში და ჟამში კიდე გეუბნებით რომ ჩვენ კი გავალთ ფონს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და რომელიც ეხა აი ამ მასში ვერ მოახერხე მე ლაივში ამის დალაგებას, მაგრამ ნახოთ როგორ მოვაცებ ფილმის გაგრძელებას და იქ მექნება ყველაფერი მაგაზე საუბარი. მაგრამ რაც გითხარით, ყველაფერი ისე მიდის. ესე იგი ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ეხა ბიჭო გავიკითხე ხა და ზოგს უხარია რომ ის ნიზლავი მოიგო რომ ის უკრაინა წააგებს და რუსეთი მოიგებსო და ბიჭო რა გენიზლავებად ხალხის სიკვდილზე სულ ნაკლებად მადარს ხა მაგ რუსი და ისა მაგალითად მაგრამ ცოტა ჰუმანიტარული მიდაზრულებიდან გამომდინარე ხალხი ერთმანეთს ხოცავს და მაგაზე ნიზლავს რომ ჭკუაზე რა ხარ და ხა მაგაზე უნდა დაждდენ და უნდა იქეიბო რა უნდა იქეიბო კაცო მეც მითხეს მაგე კაცო მოდიო შენ კიდე შემოდიო ნიზლავი ვერ ახარ მე ვთქვა თქვენ კარგად როგორ შეიძლება ასეთი რამე? ეს ვარ ფეხბურთზე ისო დადო კაცო სპორტზე. ნიზლავი და ფსონი და რაღაცები, კუშები. კარგი. ზოდის გეუბნებოდით იმას ვამბობ რომ ჯერ კიდე დაწყებისთანავე 22-ში რო დაიწყეს რუსებმა პასუხის გაცემა, ხო? იქიდან რო ვიცოდი, ყველგან არის ფაქტებით გეუბნებით ეს გამორიცხულია. თუნდაც კი არა მართლა იყო მთელი მსოფლიო ჩართული კაცო 50 სახელმწიფო ეომებოდა ერთ სახელმწიფოს ბოლო მეტი რა ფაქტი მჭირდება ხო მაგრამ მაინც გეუბნებოდით იდიოტებს ჯეროდათ რომ დააჯერეს 24 საათი ეუბნებოდნენ ამას იმიტომ რომ ეხლა აშკარად არის მთელი მსოფლიო ჩართული და ეხლა მოვიგებთო გამიგეთ არ არსებობს ხალხო შეიგნეთ ერთი რაღაცა ფაქტები არის ჯიუტი ხო ვიცით ეს ტერმინი არა ფრაზა ჯერ ერთი იმიტომ რომ არ არსებობს რუსეთის მოგება მეორეთი და იმიტომ არ არსებობს კიდევ რომ მოჭრილად ვიტყვი ესეც მithქვამს ბევრჯერ რომ რუსეთი არის მერწყული ზოდიაქოს ქვეშ მფარველი ქვეყანა და ჩვენ შევედით მერწყულის ეპოქაში და აი ამ ეპოქაში რუსეთმა უნდა წაიყვანოს აი უხეშად გეუბნები პარადი გინდა არ გინდა სულ ნაკლებად მაინტერესებს და პირველ ხელს სადაც ნახავთ იმას დაეჯახეთ თავი იქნება მოვიდეს ის რა და ამოგიფრინდეთ ჩიტები კაცო გესმით ეს არის ელემენტარული რა მოხდა ახლა ჩვენს თვალწინით აი ხო იყო ჩვენ ყოველთვის ხო შუაში ვიგლიჯებოდი და ესე იგი ხან ერთი გვეწელებოდა აქეთ ხან მეორე ორი იმპერია მოიყვანოთ აი ამ სიტუაციამდე როდესაც ბიზანტია და სპარსეთი ერთმანეთს ეომებოდა ნახევარი ესე იგი მოსყიდული იყო საქართველოს მთავრობა იმ დროინდელი ასე ვთქვათ სიტყვით დღევანდელი ტერმინით ვიხმაროთ ნახევარი მთავრობა და ფეოდალები იყო სპარსეთის ნახევარი იყო ბიზანტიისა გამიგეთ და ამას შორის რო დაიძაბებოდა ნუ მას შორის ყოველთვის იყო ომი ხო ორ იმპერიას შორის ყოველთვის არის ომი ბუნებრივია ხო და ბოლო ერთი რო სერიოზულად იმარჯვებდა მე ჩვენ კიდე გადავდიოდით იმ ხარეს რომელიც იმარჯვებდა და ბოლო ჩვენ გადავედით ბიზანტიის მხარე იმიტომ ბიზანტიამ იმარჯვა ბოლო და თქვენ თუ იცით ისიც ესეც ბევრჯერ მithქვამ შემოგარგებო რომ დავით აღმაშენებელმა რომ ერთი ამბავი დაათია და ასე ვთქვათ საქართველოს ტერიტორიები რომ დაიბრუნა და ის რომ გახადა უშველებელი ქვეყანა ეს მაშინ გააკეთა მან ჭყონდიძელის გონივრული ასე ვთქვა და არაც ხელი გულით და რაღაცა ცივი გონებით
გადაწყვიტა და მან კავშირი დაიკავა ასე ვთქვათ ბიზანტიასთან და ბიზანტია იქიდან ეხმარებოდა ოქროთი და იარაღით და აი ამის საშუალებით დავით აღმაშენებელმა იმარჯვა და შექმნა უდიდესი ასე ვთქვათ იმპერია, მოდიას. ნუ ასე იყო რა სინამდვილეში. გესმით? ეხლა ჩვენ სახეზე რა გვაქვს? ესეც მithkwams კიდევ ვიმეორებ ხა. ესე იგი თუ მაშინ ჩვენ ძველად ნუ ძირითადი ეს იყო ჩვენი მტერი იყო მუსულმანური სამყარო, ხო? ან თურქი იყო, ან მოგოლი იყო, ან სპარსი იყო, ან კიდევ ვიღაცები იყო, მაგრამ ძირითადში იყო სარწმუნოებრივი ომი. ამაზე იყო იქ. ნუ მიწაწყალიც იყო რა თქმა უნდა, მარტო სარწმუნოებრივი არ იყო, მაგრამ ვისთან შედაგება ჰქონდა, ეს იყო შემდეგ საქმეზე მიდიოდა სარწმუნოებასთან, ხო? ის იყო მუსულმანი, ჩვენ ვიყავით ქრისტიანი, ხო ასეა? კი ბატონო. მაგრამ დღეის მდგომარეობით, კარგა ხანია უკვე, კარგა ხანია. მსოფლიოს მოუხდა ომი ვისთან? არა მუსულმანებთან. კონკრეტულად ჩვენ. არა მუსულმანებთან. არა. არამედ მოგვიხდა იმ ძალასთან ბრძოლა, რომელსაც არც ეროვნება აქვს. არც არანაირი მწამსი არ გააჩნია. მე ვამბობ იმ იდეოლოგიაზე და იმ ბუტაფორიულ შექმნის სარწმუნოებაზე, რომელსაც ამერიკიდან მოდიოდა. რა იყო ეს? პირდაპირ პიგზე რაც არის, იმაზე პიდარასტია. გამიგეთ? რატო? იმიტომ რომ ეს არის ანტიადამიანური, ანტიქრისტიანული, ანტიღვთაებრივი და ამის ჩანერგვა მიდიოდა ძალადობრივად. გესმით? ანუ ჩვენ უკვე სარწმუნოებასთან კი არ მქონდა საქმე. ჩვენ მქონდა ურწმუნოების გაправებასთან საქმე. და ყველაზე მზაკული და ყველაზე სიტყვა რა ვთქვა ახლა ისეთ რა უნდა ეწოდოს ახლა იმას, რასაც ესენი თავაზობდნენ, ხო? ანუ ანტიადამიანური კულტურულად, ხო? ამის ამან ჩაანაცვლა ის სარწმუნოებრივი, ასე ვთქვათ, სექტორი რაც იყო. და ამას ჩვენ გავიმარჯვეთ. და გავიმარჯვეთ კიდე 2029-მდე ამათ ხომ ზეპირად იციან თუ რა მოხდება 28-ში და 29-ში და ბიზნესს რო თქვა, ბიზნესს კი არ ვქნა, ბიზნესს ნათქვამს იმეორებდნენ ესენი თუ არა ისე გამკეთებლები არიან. ესე იგი 2029-მდეო ხო თუ არ ვწდები თუ 28-მდეო ჯერ შევაჩერებთო ევროკავშირის შესვლას, იმიტომ რომ 2028 და 29-ში უკვე რუსეთი იქნება მთელი ევროპის ფლობელი. არა ბიჭო და ეხლა არავინ არ შეუსალოს ხელი. არ მითხრათ ახლა ამერიკა შეუსწევს ხეზს და რატომ იცით? იმიტომ რომ ჩემო კარგებო 1945 წლის შემდეგ როდესაც რუსეთმა გაიმარჯვა ფაშისტურ გერმანიაზე და ის გერმანია შუაზე რო გაუყვეს, ხო? იქ მთელი გერმანიის ასე ვთქვათ მითვისება იყო, ასე ვთქვათ, გეგმაში. სტალინსა და ბერიას გეგმაში. მაგრამ მოხდა იქ უამრავი გარიგება, მორიგება, ნუ მისცეს ვაგონებით ოქრო, რომ ნახევარი მაინც დაგვიტოვეთო. გესმით? ნახევარი მაინც დაგვიტოვეთო და ნუ ეხლა ამათაც აწყობდათ, იმიტომ რომ ქვეყანა დაანგრიეს, ამათ დედავატირა ყველაფერი და დასაშენებლად ჭირდებოდათ ყველაფერი და ტირებიათ ყოფაქცევაც უნდა კი ბატონო ნახევარი დაუტოვეს. გესმით? მაგრამ იმის გამო რომ შემდეგ ეს ფაშისტები ნახევარი ყველა პრაქტიკულად გადავიდა ამერიკაში, მათ ნელა გააგრძელეს ამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველანაირი ხერხები და იმის ბრალი იყო რომ სტალინი კიდე მოკლეს და მერე მიაკლეს მერე კიდე მას ხრუშოვი. ამაზე ვილაპარაკებთ თუ რანაირად გააკეთეს თქო ადრიან იმებში ვიდეოებში. შემდეგ იქიდან დაუწყეს დაშლა ამ რუსეს ნელა და შლიან რამდენი ხანია და დაშალეს შემდეგ იმაში შეგვია 99-ში, ნუ 86-ში არ მოვიდა გარბაჩოვი თუ რაღაც. ხო, იქიდან და მე
შლიდნენ როგორც კი შეეძლოთ ისე. საადმინის ეს განს. მოკლედ იმას ვამბობდი რომ როდესაც მათ ნახევარი დაუტოვეს გერმანია და მაინც რო არ გაჩერდნენ რამდენი წლის განმავლობაში ეხლა ჩემი ასე თქვა დარწმუნებული აზრით რა შეიძლება შევცდე რო არ ვწდები მაშინ გეტყვით წინასწარ შეიძლება შევცდე მაგრამ ჩემი აზრით ასე იქნება რომ აზრი არაფერსაც არ გაბადიებთ იმიტომ რომ თქვენი ფაშისტობა ამოვიდა უკვე აქამდე და ადგება რუსეთი და მთელ ევროპასგან, მთელ გერმანიასგან, მთელ ევროპასაც მოაჯდება თავს. ეს იქნება სულ სხვა ეპოქა, როდესაც რუსეთი იქნება თავის ტერიტორიაზე გაბატონებული, ჩინეთი თავის ტერიტორიაზე გაბატონებული, ამერიკა თავისას დაუტოვებენ, იყავი ჭკვიანად, გეყოფა ეხლა ბლატავი, ამდენი საუკუნის და დეეტიე შენს ადგილასო ეტყვიან. ეხლა იქ მოხდება მოლაპარაკება, შემოკარგება იქ პუტინსა და იმას შორის ტრამპს შორის. არავინ არ მოგატყუოთ ოფიციალურ იმას ვერსიას გეტყვიან რომ ამაზე და რაღაცა და მოილაპარაკეს. ეს იქნება ტყუილი. წინას არ გეუბნებით. იქ სულ სხვა რაღაცები იქნება. და სულ სხვა რაღაცები რო იქნება, ის გამოჩნდება მერე ცოტა ხანში. თუ რაზე იქ მოლაპარაკებული ვითომ და რაზე არა. იმიტომ რომ ეს შეიძლება ტრამპმა ზელენსკის მოსთხოვოს მიწებით და ისიც არ იძლევა ჯერ ერთი გამიგე, იმიტომ რომ მას ეხლა თავი რო გადაიჩინოს, სჭირდება ეს ასეთი ბლატავი ვითომ, გამიგეთ? მაგრამ იმას რა უნდა ევაჭროს ეხლა? რუსეთს რა უნდა ევაჭროს? ჩემ ტერიტორიაზე ომი ამიტეხე, აკეთე ხალხს, ჩემ ტერიტორიაზე ომი ამიტეხე. ძმა მომაკულევინე და მე რა უნდა მევაჭრო შენი იდიოტი დედავატირე რა უნდა მევაჭრო ხო აი მე რო ვიყო მაგალითად მევაჭრო კი რა პირიქით აქეთ უნდა მომწევდისა რა ქვია კომპენსაცია გესმით მოდის არაფერი არ აქვს ავაჭრო და ის რაზე მოდის ახლა გასაგებია ეხლა ამერიკა მიმდონემდე უნდა დაწიოს თავი გამიგე მიმდონემდე უნდა დაწიოს თავი მაგარი გასაკეთებელია მაგრამ ტრამპის მეტი ვერავინ არ გააკეთებს თუ გააკეთა რომ რაღაცნაირად ვითომ აი შემიცოდებ და მაგრამ ის მაინც ფეხებს აბრახუნებ რომ მაჩოა ვითომ გესმით ამას რა უნდა ევაჭრო ვერ გავიგეთ ეხლა კი ვიცი ხალხო ვიცი ხა ვინ რას ფიქრობს და ზოგიერთმა კიდე შეიძლება უკვე დაწერა რომ ეს გარიგებული ომია და რაღაცა გარიგებული ომი იყო შემოკარგებო სტალინის და გიტლერის ომის დროსაც გარიგებული იყო ხო იყო ამასაც სტალინსაც ყავდა კაგანოვიჩი ურია და იქით ვისედაც ურიული პროგრამით მოქმედებდა მიუხედავად იმისა რომ ვითომ გიტლერს რომ დაახორციელეს ებრაელები და თუ რატო დაახორციელეს ამაზეც ვილაპარაკებთ კიდე გამიმეორებ თუ გინდათ იმიტომ რომ ეს იმდენი ურიების დახოცვა რომელიც ისევ ურიებმა მოიფიქრეს ეს იყო ალიბის ასაღები და სპეციალურად აი როგორც იტყვიან სტო პერიოდი ერთმანეთთან ხა ვერ ქართულად როგორ არის იმისათვის სტო პერიოდი რომ აიღოთ რომ მერე მთელი მსოფლიო ებატონოთ ამდენი საუკუნე თუ ეს გაგვიკეთეთ თქვენ ბატონო თელმა მსოფლიო თუმცა რატო გავუკეთეთ თელმა მსოფლიო როცა გერმანიამ გავუკეთა მარტო და მთელ მსოფლიოს ესე იგი ახდევინეს ყადაღა იმის გამო რომ იქ რაც გააკეთეს იმაში რა ქვია გერმანელები გესმით ასე რომ მაშინაც ის იქითაც ურიები იყო და სტალინის მხარესაც ურიები იყო მაგრამ სადაც ხوارი კაცო გამარჯვებული მე ვინ გაიმარჯვა ასე რომ ეხლა ამასაც აყავს აქეთ ბერლაზარი ყავს პუტინსაც ისინი ხო ისედაც ურიები არიან სავსე არიან საერთოდ აქეთაც სავსე არიან აქეთ სავსე ეხა იმდენი არ არის მაგალითად მაგრამ ამ მოლაპარაკებში ვიზახოთ მოლაპარაკებდა მე ვიღაცა ხო იმარჯვებს გესმით ვიღაცა უნდა გაიმარჯვოს კაცო ამიტომ ვიცით ბატონო ვინ არის მოლაპარაკებული რა ხდება როგორ არის რა ამბავია
მაგრამ ფაქტიურად მაინც წაგებაზე მიდის, მოგებაზე მიდის. ხო ასე? ამიტომ რომ თქვენ გესმით ახლა კიდე ასეთ იმას ზვიაც რომ მოძებდნენ ეს შობილძაღლები, ხო? მაშინ დაიწყეს ეს ჭორი იყო სპეციალი რომ შევარნაძე და ზვიადი მოლაპარაკებულები არიანო, გამიგე? მოლაპარაკებული არიან. ეს ისე სერიოზულად დავცელებდნენ ამას და ბევრს ჯეროდა. და რატო იყო ეს თუ იცით ასეთი საქმეა ჭორი გამცელებული? ეს საჭირო იყო. საჭირო იყო იმისათვის რომ ხალხის მუხტი გაეფანტათ. ეს მინდა შეასახა. ამიტომ რომ კი მოლაპარაკება არის, მაგრამ ამ მოლაპარაკებაში ვინ როგორ დაყვა, ვინ როგორ მოიფიქრა, ვინ რა ჩადო მზაკვრობა იმაზეა საქმე, ხო? ეხლა ზვიაცა და შევარნაძეს შორის არ ვამბობ, არც იყო მოლაპარაკება და არც არაფერი, მაგრამ გაავრცელეს სპეციალურად ხალხის მუხტის ჩასაქრობა და აი ახლა ამათ შორის კიდე კი ბატონო შოლცის პროგრამით, შოლცი კი არა ეს პიდარასტი რო იყო კაც იმას რო წერს პუტინა კიდე რომ მოვიდა და ევროპაში კიდე წიგნი რო გეგმა პროგრამა რო იმასაკნა და ესე იგი ამადამ პროგრამით უნდა ემუშავა თუ კი ბატონო ასე გავაკეთებ თუ პუტინმა კიდე უთქვა მაგრამ გააკეთა კი აკეთებს მაგრამ გააკეთა კი იცით რა შეასაქმე ეხლა კიდე ზოგიერთი გამოხდება და ეს პუტინის კაცი ყოფილა კი ხო და მე კაკები წარმომადგენელი და ფულები მაქვს აღებული ბევრი გასკნით გულზე მე ვამბობ ფაქტებს და მხოლოდ ფაქტებს ბიჭო კიდე ამ სლავა უკრაინა კიდე ვერ არის კიდე ძინავს ახლა ამ ვაი შენს პატრონს უყურებს აი კარგით მეგობრებო მე ხარ სახში ვიქნები მალე და რა ვიცი ნახოთ აბა თუ მოვასწრა დღეს რა დღეა საერთოდ არ ვიცი რომ 20 წუთმა დღე რა დღეა საერთოდ გასული ვარ არც სოფლიოში ვიცი რაღაც სულ 2 წამი თუ მოусმინე რაღაცას თუ არა არც Facebook-ზე ვიცი რა ხდება შევხვდები გამოხდები რაღაცას მომახერხებ ვნახო და თუმცა ახლა კიდე გვარიან ვილაპარაკი კარგით მეგობრებო მომავალ შეხვედრა მე კარგად ვარ პირადად უბრალოდ მოჯახური სიტუაცია და ეს შემაფერხა ამან მაბადიეთ გამოასწოროთ რამენერად აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე